გორში გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება მათ დღეს სასტვანებით მსვლელობა გორის საკრებულოს შენობასთან მოაწყვეს. მოვაჭრეები ძველ სავაჭრო ადგილებზე დაბრუნებას და გორის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. პროტესტს ლეიბორისტული პარტია შეუერთდა. რომელ ადგილზეც ვიდექი შვილო გურამიშვილის ქუჩაზე, იქიდან ხვალე რამდენიმე დღეა ხო აღარ დგევართ და აგვიკრძალეს იქ დგომა. რომელ ადგილზეც გვითხრეს, იქაც უარი გადათქვა ხინჯიგაშვილმა, რომ მე ადგილი არ მithქვიაო. რაც იმ ადგილზე გადმოვედი ახლა იმ ქუჩაზე და იქაც არ მისვენებედო, არ ჩემი ადგილია, მე ადგილი იქ არ მაქვს. 1, 5, 6 დღეა ორ ლარზე მეც ვერაფერს ვერ ავვაჭრობ. ვთხოვულობთ იმას, რომ ჩვენს ყოფილ ადგილებზე დაგვაბრუნონ, რომ 2 პურის ფული ვივაჭროთ. ეს სისულელია, რომელმა კრიმინალმა უნდა გმართოს. ეს დაბალი ფენა კრიმინალს რაში სჭირდება? კრიმინალების მართულებით თვითონ არიან და ზემდგომი წოლაც მაგათზია მოსული და მერე ჩვენზე მოდის მაგათგან. ჩვენ არანაირი კრიმინალები არ აგვმართავენ. რომ იშვებს ბაზრობაზე წადიო. წავალ, მაგრამ მე ვიყავი, არ იყავით ხალხო იმ ბაზრობაზე. ჩიტები არ დაფრინავენ, ჩიტები არ დაფრინავენ, რო წავიდე რა გავაკეთო იქა. ესე ხო ისედაც დავდივა, რომ ვერაფერს ავყიდი. 2 კვირა ესე მანეთიანი არ მიმიტანია სახში. გორის მერმა მოატყუა გარემოვაჭრეები, იმიტომ რომ რო შეხვდა, რაც მე ინფორმაცია მომიტანეს, მათ შეპირდნენ გარემოვაჭრობის ადგილების მოწყობას ხალხრაო ადგილას და ეს ადგილი საბოლოო ჯამში მათ არ გამოუყვეს. შემდეგი განცხადებები, რომ მხოლოდ ბაზრობებზე შეიძლება დასაქმდენო, ეს ხალხი ვაჭრობს, აი მინიმალურად არ ჩანს კიდე საკონელით, რომელთაც შეუძლებელია რომ შეინახონ ის ბაზრები და ის ბაზრების ბატონები, რომლებიც არიან კორუფციულ კავშირში ხელისუფლებასთან და მერიასთან.